როგორ მიმდინარეობს კამრების შემოჭერა დედაქალაქში მიხეილ სესიაშვილმა პოსტსკრიპტუმისათვის მერის ახალ და არც თუ ისე ახალ ინიციატივებს გადააბო თვალი. თანხები წინასწარ ავკრებეთ და ველოდებოდით და ფინანსებას და გაკეთებულიყო, მაგრამ აიშია და გაკეთდა და შეიცვალა ჟოლობები რამდენიმე წლის წინ. ეს ერთ-ერთი რიგითი კორპუსია ვარკეთილის დასახლებაში. გასარემონტებელი სადარბაზოებით, გასალესი ნაპრალებით, შესაცვლელი ჭერით. მაგალითად, სადარბაზოს შეკეთებას ბიუჯეტი 70%-ით აფინანსებს, 30%-ს მოსახლეობა აგროვებს. თუმცა ვინათ მესაკუთრეთა ამ ხანაგობებისთვის, ანუ კორპუსების მაცხოვრებლებისთვის დაფინანსება ერთი კვირის წინ თბილისის ბიუჯეტში 4.100.000 ლარით შემცირდა. ამ წლის იანვრიდან მოყოლებული ყველა განაცხადზე მივიღე უარი. ვიცხოვდით სადარბაზოს რემონტი, გქონდა დაწყილი 2 სადარბაზო გარემონტდა. 6 სადარბაზოიანი კორპუსია და დარჩა 4 სადარბაზო გასარემონტებული. შემოჭერილი კამრების ფონზე ლოდინი შეიძლება კიდევ გაიწელოს. სამაგიეროდ ამ ხანაგობის წევრებს კვალიფიციური რჩევებით უხვად მოამარაგებს 500 იურისტი და ახლად შექმნილი იურიდიული კლინიკა, რომლის ბიუჯეტიც მოკრძალებული 200.000 ლარიდან ერთი კვირის წინ საკრებულომ 2.5 მილიონ ლარამდე გაზარდა და ოპოზიციასაც კითხვები გაუჩინა, ხომ არა აქვს ადგილი პარტიული აქტივის დასაქმებას. ამ ხანაგობის ინსტიტუტების ამუშავებას აკლია იურიდიული ცოდნა და განათლება მოსახლეობის ბევრ ვინაც მესაკუთრეთ ამ ხანაგობას გააჩნია რესურსი, გაიჩინოს თავისი შემოსავლები რა. თავის წითელ ხაზებში რაიმე შენობა ნაგებობა ააშენოს და გააქირავოს, იგივე სარეკლამო სივრცე გააქირავოს. ეს რესურსი არსებობს, მაგრამ ამას ვერ იყენებენ. ხდება საცხოვრებელი სახლების, მათ შორის გამაგრება, სახურავის შეკეთება, ლიფტის შეკეთება, შიდა წყალკანალიზაციის გამოცვლა და შეკეთება, სადარბაზოების რემონტი, სადარბაზოს კარის გამოცვლა, თუმცა ამის ნაცვლად თბილისის მერია თვლის, რომ ეს თანხა უნდა მოხმარდეს კვირის დარიგებას და ეს თანხა უნდა მოხმარდეს კვლავ ჩინოვნიკების ხელფასებს. თუ კი გავითვალისწინებთ, რომ წელს თბილისის მერია გარე განათებაზე 1 მილიონ ლარს დაზოგავს, მიწისქვეშა გადასასვლელების კეთილმოწყობაზე დამატებით 9 მილიონ ლარს უნდა ვივარაუდოთ, რომ დედაქალაქის მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობა ის ნებისმიერ წერტილში გმირობის ტოლფასი იქნება. სეკვესტრში მოყვნენ საბავშვო ბაღებიც, რომელთა რეაბილიტაციაზე გამოყოფილი ფინანსები წელს 1.5 მილიონით შემცირდა. 9 მილიონი დაიზოგა კულტურის ძეგლების მოვლა პატრონობაზე, 7 მილიონი ლარით მოიკლოს სოციალურმა ხარჯებმაც. მათ აბსოლუტურად სერიოზულად განაცხადეს, რომ მათ დაზოგეს ეს თანხები და მოსახლეობისგან არ აქვს მოთხოვნა, იმიტომ რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა თბილისში გაუმჯობესდა. დედაქალაქის მერის მოადგილე გვიხსნის, რომ თბილისის ბიუჯეტი ჯამურად გაიზარდა ოლიმპიადის გამო. მოხდა გარკვეულწილად ხარჯების გადანაცვლება, ამ შემთხვევაში იგულისხმება იგივე ინფრასტრუქტურული ნაწილის გაძლიერება. არის თუ არა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მერიის პრიორიტეტებში. გზა როდის იქნება გზა? ოპოზიციასაც და მაგალითად დადიანის ქუჩაზე ორთვიანი სამუშაოებით გაწამებულ 1000-ობით მძღოლსაც კითხვები უჩნდებათ. ჩვენ მოვიცმინეთ ძალიან სასაცილო განმარტება თბილისის მერისგან, მან თქვა, რომ ის გზებს აგებს ისეთ ადგილებში, სადაც მოსახლეობა ნაკლებად გადაადგილდება და ამიტომ ვერ ხედავენ ადამიანები თურმე მისი მუშაობის შედეგს, ეს უკვე მართლაც მიანიშნებს, რომ ამ ადამიანის არაადეკვატურობაზე ზამთრის პერიოდში იყო გარკვეული ესე რომ ვთქვათ, შეჩერება ამ მიმართულებით, რადგანაც ძირითადი აქტივობის პერიოდი იწყება ძირითადად თებერვლის თვიდან. თუკი დედაქალაქის ჩასწორებულ ბიუჯეტს ვენდობით თბილისელებს შორის ბოლო დროს ბიუროკრატიული მოთხოვნილებები გაჩნდა და ახალ-ახალი უწყებებისთვის მილიონობით ლარიც გამოიყო. შეიქმნა მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი 1.9 მილიონი ლარის დაფინანსებით. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურისთვის გამოინახა 2.900.000 ლარი, საიდანაც შინაურ ცხოველთა მოვლას მხოლოდ 200.000 ლარი ხმარდება. დანარჩენი კი ხელფასებს და ადმინისტრაციულ ხარჯებს. საპროექტო საძიებო და კვლევითი სამუშაოებისთვის გამოიყო 2.5 მილიონი ლარი. დამატებით საპროექტო ექსპერტიზისა და ლაბორატორიისთვის კი 4.800.000 ლარი. ეს არის სწორედ ნარმანია სტიქია. მუდმივად ცდილობს რაღაც თეორიულ სიახლოვეს თბილისის მერიაში, მაშინ როდესაც საჭიროა კონკრეტულ მონაკვეთზე გზის დაგება, მაშინ როდესაც საჭიროა კონკრეტული სახლის გამაგრება. ახალი უწყებების დასაფინანსებლად კამრების მოჭერა თავად მერიასაც მოუწია 2.200.000 ლარის ოდენობით, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ბოლო 3 თვეში დამატებულიყო 44 ახალი შტატი. დაახლოებით -20%-ით მოიკლო საპრემიო ფონდმა ამ მიმართულებით. პრემიას იღებენ თანამშრომლები
მთავარი სპეციალისტები, წამყვანი სპეციალისტები და სპეციალისტები, დანარჩენ ყველა მერიის თანამდებობის პირს აქვს სახელმწიფო დანამატი. სახელმწიფო დანამატის შემცირება არ მოხდარა, აქაც მათ კამარი შემოუჭირეს ყველაზე ასე ვთქვათ დაბალ გოს. მიიღებს თუ არა მინიმალური დანახარჯებით, დედაქალაქი მაქსიმალურ ეფექტს დრო გვიჩვენებს. თავარია იქამდე ქალაქის კუთვნილი ქონების მოლა პატრონობა მხოლოდ წყევლის ამარა არ დარჩეს.